გამარჯობათ, მე ვარ მარგარეტ მორიარტი, ვეზენ ნიუსის გენერალური დირექტორი და დღეს ჩვენ ვიმყოფებით ჩუქურაზე. ჩვენთვის ჩვენი ბოლო ინფორმაციით ვიცით, რომ ბატონი ფედერალურ ბიუროს აგენტია გატაცებული. ავაზაკები თქვენ უკან აფიქსირებთ, რომ გადაკეტილი აქვს ავაზაკების გზა. რა ხდება, როგორ სიტუაციაშია ბატონი აგენტი არ ვიცით. ჩვენ უშუალოდ აქ ვიმყოფებით და ყველაფერს ნელ-ნელა გადმოვცემთ. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი წყარად დამთავრდება, თუმცა უნდა აღვნიშნო ის, რომ ტერიტორიაზე პირველი მობილის და ვეზელ ნიუსის ჯგუფი, როგორც ყოველთვის, სახელმწიფო სტრუქტურები, კერძოდ ძალოვანი სტრუქტურები ჯერ კიდევ არ ჩანან. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თქვენთან იყო ვეზელ ნიუსი და ტერიტორიაზე უშუალოდ ახლოს რჩებით. დააფიქსირე. თქვენ როგორც ხედავთ, გამტაცებლები ნელა მიახლოვდებიან უშუალოდ პირდაპირ ეთერში თუ შეიძლება არაფერი არ დამოუკიდებლად. რა ხდება ხალბატონო? თქვენ რას აკეთებთ ბატონო? როგორ? შეგიძლიათ გადმოგცეთ ინფორმაცია რა ხდება არა? კი, შიგნით არის გატაცებული სპენსერა ბლექი და ველოდებით ფედერალურ ბიუროს და არმიას სამწუხაროდ არ ჩანან. ხონი არის გატაცებულები. რა მოთხოვნებს აყენებს თუ შეძლებრო? რომ მოვლია ყველაფერს ვეთქვი მე მომლაპარაკებელს. როგორ იმყოფება ახლა დაზარალებული ხო კარგად? დაზარალებული ვერ ვიტყოდი. საიდან გამოიტანეთ ეგ დასკვნარო დაზარალებულია? გატაცებული. აი, კარგად რა ვიცი, ვაჭევთ, ვასწრებთ გასაგებია, სხვაგანაც გახატიათ დატო. როგორ? კარგი ბატონო, თქვენი სახელები როგორ გითხრათ? როგორ? თქვენი სახელები როგორ გითხრათ? ჩემი სახელი უჩა, ამას ქვია გელა, ამას ქვია გენა და ამას ქვია ხო ჯემალა. რატო მოხდა მისი გადაწყვეტილება? სტატის შექმნის სიტუაციებით არ ხართ ყოფილი და მაგიტომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? აი, ამოდი, უკან წამოდით. ვეგენი საუბრობ სამწუხაროდ. აი, უბრალოდ ლამაზი გოგოგზანდები. წადი ურა. ჩემგენ და გავიწე. თქვენ როგორც ხედავთ, გამტაცებლები არ აკეთებენ კომენტარს და უშუალოდ ამას რომ უკაცრავად. ამას რომ მოვრჩები და რომ მოვიტაცეთ, სწორად მოგიყვანთ აუცილებლად. თქვენ როგორც ხედავთ, გამტაცებლები არ აკეთებენ კომენტარებს, კერძოდ ისინი ელოდებიან სახელმწიფო სტრუქტურებს, ძალოვან სტრუქტურებს, რომ მათ წაუყენონ უკვე მოთხოვნები, რა მოთხოვნები აქვს ბატონ სპენსერის სანაცვლოდ. რა მიიყვანა ეს ვაჟბატონები ამ სიტუაციამდე სამწუხაროდ მაგაზეც არ გვაქვს ინფორმაცია, თუმცა ხედავთ, რომ შტატში მიუხედავად ყველა ღონისძიებისა, რაც ტარდება ამ ბოლო პერიოდში, კრიმინალი მაინც აქტიურია. კერძოდ იმდენად აქტიური ფედერალური ბიუროს კრიმინალი, რომ ფედერალური ბიუროს მოადგილის გატაცება შეძლეს. მოთხოვნილებებზე ცოტა ხანი სავარაუდოდ უკვე ადგილზე როცა მობილიზდებიან სახელმწიფო სტრუქტურები დეტალურად გვეტყვიან ინფორმაციას, თუმცა ხედავთ უკვე 10 წუთია აქვთ და არც ერთი მათგანი ჯერჯერობით არ ჩანს. რომ ვისი იმედი უნდა გქონდეს შტატში არ ვიცით, ხვალდაზე შეიძლება ჩვენ ვიყოთ ჩემი მოქალაქეებო მათ ადგილას, იმედია მომავალში გამოსწორდება ეს და რეაგირებას უფრო სწრაფად მოახდენენ. თქვენ ხედავთ გამტაცებლები მეგობრულად არიან განწყობილი, რაც არ უნდა განსაკუთრებული იყოს, ისინი არ გამოიხატავენ აგრესიას, იძახიან რომ აჭმევენ და ასმევენ გატაცებულს, თუმცა თვითონ სახელმწიფო სტრუქტურები როგორც ყოველთვის აგვიანებენ ადგილზე. ბატონო, კიდე კომენტარს გაკეთება ხო არ გინდათ? ვეზელ ნიუსის ჯგუფს ისინი არ ეხებიან, როგორც ჩანს მათ უშუალოდ ძალოვანი სტრუქტურების მიმართ აქვთ აგრესია. ჩვენ გვაძლევენ საშუალებას, რომ გადავიღოთ სრულად ყველაფერი და არ გვქნიან საფრთხეს, როგორც ესეთი. თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ მას გვეშინია და ახლოს არ მივიდეთ. ბატონებო, თქვენთან იყო მარგარეტ მორიარტი, ჩვენ უშუალოდ ჩვენი ტერიტორიაზე ვნახავთ, რამდენ ხანში მობილიზდება სხვა თუნდაც სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურები.